გამარჯობათ, როგორც ხედავთ, ისე ვაქვარ. ამ წლის 15 იანვარს განხორციელდა წინასწარ ორგანიზებული, წინასწარ დაგეგმილი ძალადობრივი თავდასხმა ჩასაფრებით ჩემზე და ფაქტობრივად ჩემს გუნდზეც, რომლის დამკვეთი და რომელსაც ჰქონდა პოლიტიკური შურისძიების სახე და ამ შურისძიების ავტორი და დამკვეთი გახლდათ ბიძინა ივანიშვილი. ივანიშვილი ბიძინა კაი ხანია უკვე მემუქრება მე და ჩემს ოჯახს სხვადასხვა ფორმით მათ შორის საჯაროდაც ეს ბევრს ნანახი გაქვთ, მაგრამ მე დღეს ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ეს საერთოდ არ მაინტერესებს ამ ძალადობრივი თავდასხმის შემსრულებლებს. მე საქმე მაქვს მხოლოდ და მხოლოდ დამკვეთთან, როგორც ძალადობის მთავარ წყაროსთან დღეს ქვეყანაში, როგორც ადამიანთან, რომელიც ძალადობს საქართველოს რიგით მოქალაქეებზე, ახალგაზრდებზე და ძალადობს ჩვენ ქვეყანაზე და საქმე მაქვს მასთან, როგორც ბოროტების მთავარ წყაროსთან დღეს საქართველოში. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ დღეს ივანიშვილისთვის, რომელსაც მძევლად ყავს აყვანილი ქვეყანა, მთავარი ფასეულობა გახლავთ ფული და ძალაუფლება და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის ერთად, რომ მან დაკარგოს ფულიც და დაკარგოს ძალაუფლებაც. და მე გპირდებით, რომ ამ ბრძოლაში ვიქნებით თქვენთან ერთად ყოველდღიურად და წინა ხაზზე. ეხლა რაც შეეხება იმ დღეს ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ მე გავხდით ბათუმში ჩვენი პარტიის წევრების სასამართლო პროცესზე და როდესაც დავბრუნდი სასტუმრო შერატონში, უკვე იქ დამხვდა შესასვლელშივე დამხვდა რამოდენიმე ჯგუფად დაყოფილი, რამოდენიმე ჯგუფი ადამიანების, რომლებიც შესული არ ვიყავი, უკვე ილანძღებოდნენ, იგინებოდნენ და ფაქტობრივად ახორციელებდნენ თავდასხმას, ეს იყო ჯგუფურად ორგანიზებული, რასაც რა თქმა უნდა მოყვა ჩემი შესაბამისი რეაგირება. ამავე დროს იქვე ჩანდა, რომ ერთი ადამიანი ამ ყველაფერს იღებდა ტელეფონით, სასტუმროს ლობი დაცლილი იყო საერთოდ ადამიანებისგან, მათ შორის სასტუმროს სტაფისგან, სასტუმროს თანამშრომლებისგან და მას შემდგომ, რაც მე ამ სასტუმროში შევედი და მას შემდგომ, რაც ეს რეაქცია მოვახდინე, უკვე აშკარა იყო, რომ ეს ადამიანები ცდილობდნენ ყველანაირად რაღაც უხერხულად მოძრაობდნენ, რომ შემემჩნია, რომ ისინი იყვნენ შეიარაღებული. ამის შემდგომ, მას შემდგომ, რაც მე მოვახდინე რეაქცია და მე ამას არ უარყოფ, ქაღალდის ჭიქით დარჩენილი ყავით გავუმასპინძლდი, ასე რომ ვთქვათ. ამის შემდგომ ისინი ჯგუფურად მე თავს დამესხდნენ, რის შედეგადაც როგორც მითხრეს ექიმებმა მეგონება დავკარგე და შემდგომ უკვე რა ხდებოდა, სანამ სასტუმროს თანამშრომლებმა და მე მადლობა მინდა გადაუხადო სასრაფოს თანამშრომლებმა დახმარება არ გამიწიეს, მე უბრალოდ გონზე ვერ მოვედი. ამ ყველაფრის მოყოლა მე მიწევს რატო? იმიტომ რომ დღეს როგორც მიდის გამოძიება და როგორც იქცევა ზოგიერთი პროპაგანდისტული ტელევიზია, ფაქტია, რომ ისინი არ აპირებენ ამ საქმის შესაბამისად სამართლიანად გამოძიებას და ამაზე ჩვენ მიგვითითებს რამოდენიმე რამე. პირველი, გახლავთ რა თქმა უნდა ის რომ და ასევე იმაზე რომ ეს ყველაფერი იყო წინასწარ ორგანიზებული. რა თქმა უნდა ის რომ ისინი იღებდნენ ამ ყველაფერს, მე რასაც იღებდნენ ტელეფონით ეს აღმოჩნდა ერთი კონკრეტული ტელევიზიის განკარგულებაში. ამასთან ერთად ფაქტია რომ გაქრა საერთოდ კამერის ანაბეჭდები, რა იყო ამ კამერზე ასახული და უზარმაზარი ზეწოლა ხორციელდებოდა შერატონზე და მის მენეჯმენტზე იმისთვის რომ ეს კამერები გამქრალიყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, ყველაფრისა, ჩვენ რა თქმა უნდა გვაქვს შექმნილი სპეციალური ჯგუფი, რომელიც დეტალურად დაადგენს ყველაფერს, ვინ მონაწილეობდა ამაში, როგორ იყო ეს ორგანიზებული, ვის მიერ იყო დაგეგმილი, ვის მიერ იყო შეკვეთილი, მოკლედ ყველაფერს. საბოლოო ჯამში მე მინდა გითხრათ, რომ მიუხედავად ამ ყველაფრისა, ეს სასაცილო მცდელობა ჩემი დაშინების ან განეიტრალების მიიღებს შემდეგ პასუხს, რომ მე თითოეულ საქართველოს მოქალაქეს ვპირდები, რომ ამ ბრძოლაში ძალადობის და ბოროტების წინააღმდეგ ვიქნები წინა ხაზზე და ყველაფერს გავაკეთებ და გავიმარჯვებთ იმისთვის, რომ იმის შემდგომ, რაც ბიძინა ივანიშვილმა დაკარგა როგორც რეპუტაცია, ასე სახე ქართული ხალხის და ის მცირე ნდობა, რომელიც დარჩენილი ქონდა, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მან დაკარგოს მისთვის ყველაზე ძვირფასი ფული და ძალაუფლება. ეს არის ჩემი დაპირება საქართველოს თითოეული მოქალაქის მიმართ და გჯეროდეთ, რომ მე ამ დაპირებას აუცილებლად შევასრულებ. მადლობა. ფიზიკური დაპირება იყო, რომ შეხვედით, მაგრამ უშუალოდ ფიზიკური დაპირისპირება თქვენ დაიწყეთ
მე მქონდა რეაქცია იმ ორგანიზებულ თავდასხმაზე, რომელიც სხვადასხვა ფორმით მიმდინარეობდა სიტყვიერადაც ასე შემდგომ და ეს რეაქცია გამოიხატებოდა ქაღალდის ჭიქაში თუ ქაღალდის ჭიქით, ყავის შესხმით თუ ამ ჭიქის როლით. დიახ, ეს მე გავაკეთე. რასაც ქვია ყავის შესხმა და ქაღალდის ჭიქის ტყორცი. შემდეგ ფიზიკური დაპირებულება ვინ დაიწყო პირველმა გამიგეთ რომ მისი ძლიერი დაპირება იყო რომ შეხვედრით მაგრამ უშუალოდ ფიზიკური დაპირება თქვენ დაიწყეთ პირველმა თუ თვითონ სამყარო მე მქონდა რეაქცია იმ ორგანიზებულ თავდასხმაზე რომელიც სხვადასხვა ფორმით მიმდინარეობდა სიტყვიერადაც ასე შემდგომ და ეს რეაქცია გამოიხატებოდა ქაღალდის ჭიქაში თუ ქაღალდის ჭიქით ყავის შესხმით თუ ამ ჭიქის როლით. დიახ, ეს მე გავაკეთე. რასაც ქვია ყავის შესხმა და ქაღალდის ჭიქის ტყორცი. შემდეგ თქვენ გამოძიებას მოუყევით ასევე ამის შესახებ თქვენ ამბობთ რომ წინასწარ ორგანიზებული იყო თქვენზე თავდასხმა. აი ვიდრე თქვენზე მოხდებოდა თავდასხმა, ზვიად ქორწის ინციდენტი იყო. ის ცნეს დაგარანებულად თქვენ აქციის და საუბრობთ როგორ შევხვდება და როგორ წარმოაჩენს ამ მოვლენებს ხელისუფლება. ვფიქრობთ რომ შეიძლება დაზარალებულის ნაცვლად ძალადობის სტატუსი არა, ჩვენ დღეს შეგვიძლია ბევრი რამე ვიფიქროთ და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ბრალდებულის დაზარალებულის სტატუსი მაშინ, როდესაც უამრავი უკანონო დაპატიმრებული ახალგაზრდა გვყავს ჩვენ და ჩვენ ბრძოლაში ვიმყოფებით, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჩემთვის არ აქვს. აბსოლუტურად გულწრფელად ვამბობ ამას. მაშინ, როდესაც ხელისუფლებამ და პერსონალურად ივანიშვილმა გადაკვეთა ყველა წითელი ხაზი. მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ მისთვის ყველაზე ძვირფასი ფული. აი ფული, ხო? აი ხო ხედავთ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში უბრალოდ შეგვჭამეს ხან შვეიცარიული ბანკებში ფული, ხან ბაჩიაშვილთან დაკავშირებით ფული და ბიტკოინები, ხან აი ფული. ამ ადამიანმა ფულის მოხვეჭას და ფულის დაცვას თუ არ ვიცი რა დავარქვა სიყვარულს, გადააყოლა ჩვენი ქვეყნის მომავალი. და ამ ფულს, რომლისთვისაც დღეს ის იბრძვის, აი ახალგაზრდების სისხლის სუნი აზდის, რომლებიც ნაცემები არიან და დღეს დაპატიმრებულები არიან. აქედან გამომდინარე, მე რა სტატუსი მექნება, გულწრფელად გეუბნებით, ამას ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. იმდენად დიდ ბრძოლაში ვართ. კონკრეტულად სამართლებრივად მე სტატუსი არ მაქვს დღეს მონიჭებული და ჩემთვის ამას არც აქვს დიდი მნიშვნელობა, მაგრამ უკვე ეს სტატუსი შესაძლებელია, რომ ჩვენ მიმართოთ, თუნდაც იმიტომ, რომ საქმის მასალებზე კონდეს ვწდომა. იმიტომ რომ დღეს ფაქტობრივად ჩვენ საქმის მასალებზე არ გვაქვს ვწდომა. მინდა გითხრათ, რომ მაგალითად კამერები რაც ამოიღეს შერატონიდან, ამოიღეს ორი განჩინებით. ერთი განჩინებით ამოიღეს ისე როგორც იყო ამოსაღები, ვიდეო გადამღების ჩანაწერები, მერე მიიღეს მეორე განჩინება და მთლიანად მთელი ინფრასტრუქტურა თავისი DVR-ებით და სერვერებით ამოიღეს. რატო? მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანებმა ვერ ვნახოთ სიმართლე, იქ რა მოხდა. და მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მალავენ იმას იქ რაც მოხდა, მალავენ რატომ? იმიტომ რომ ძალიან კარგად იციან. ძალიან კარგად იციან ჩემი მიდგომას და ჩემი ხასიათიც, რომ მაინც ბოლომდე მივალთ იმასთან, ვინც იყო ამის დამკვეთი და ვინც იყო ავტორი ამ პოლიტიკური შურისძიების და მათ ძალიან კარგად იციან, რომ ვერც მსგავსი ღიმილის მომგვრელი, სასაცილო შემთხვევებით მე ვერ ჩამაჩერებენ და ვერ შემაშინებენ. ის რომ ამ აქციაში, ამ თავდასხმაში მთლიანად ინფრასტრუქტურულად იყო ჩართული ბევრი ძალოვანი სტრუქტურა, მათ შორის შერატონის გარკვეული თანამშრომლებიც. ეს ფაქტები დღეს ჩვენ უკვე სახელზე გვაქვს. ეს იმიტომ რომ არ იყვნენ როცა თქვენ ეკმებოდით აი დასაწყისში. მათ შორის იმიტომ როგორ გაანადგურეს შემდგომ მტკიცებულებები, როდესაც ფაქტობრივად ქიმიური წმენდა ჩაუტარეს იქაურობას. მათ შორის იმიტომ რომ ჩვენ ისინი გავაფრთხილეთ, რომ კამერებზე ასახული ფაქტები არის მნიშვნელოვანი და ისინი უნდა დაეცვათ და დღეს ისინი თავს იმართლებენ ჩვენთან და მათ გონიათ, რომ ეს თავის მართლება მათ უშველით, ვერ უშველით, იმიტომ რომ ჩვენ დასაბუთებული ეჭვი გვაქვს, რომ პირველივე დღიდან შერატონის თანამშრომლების გარკვეული ნაწილი იყო შეთანხმებული ამ თავდასხმის ორგანიზატორებთან. თქვენ რამდენჯერმე ახსენებთ ფული და ძალაუფლება. დიახ. რომ ყველაფერს გააკეთებთ, რომ ეს დაარღვევს ივანიშვილი. დიახ. ძალაუფლება უფრო გასაგებია ფულთან დაკავშირებით. აი მე გეტყვით რას გულისხმობ. რამოდენიმე რამეს გულისხმობ. რეპუტაცია და სახე, აი ხო გახსოვთ ჭარბინდობა, ხო? უკვე დაკარგული აქვს. თავის
მხარდამჭერებშიც ძალიან ბევრი რამ აქვს დაკარგული. განსაკუთრებით ბოლო 3 თვის განმავლობაში ხო ხედავთ ჩვენ არავის აღარ გვაინტერესებს ვინ გააყალბა, როგორ და რატომ არჩევნები. ჩვენ გვაინტერესებს საქართველოს მოქალაქეებს როგორ ცემენ, როგორ ძალადობენ მათზე უმიზეზოდ, მშვიდობიან მომიტინგებს, ეს გვაინტერესებს და კიდე ბევრი რამე გვაინტერესებს. ეს ხო დაკარგა. ეხლა ხო ხედავთ როგორი გამწარებული იცავს თავის გროშებს. აი ხო ხედავთ, ამისთვის იყენებს პრემიერებს, პრეზიდენტებს, ქვეყნის სახელმწიფო ინსტიტუტებს, აი მაგალითად ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ლიდერებს სალაპარაკო მეტი არაფერი არა აქვთ, გარდა ისინი ზრუნავენ დიდი ბრიტანეთის რეპუტაციაზე. ეხლა თურმე საერთაშორისო მედიის რეპუტაციაზე ზრუნავენ შვეიცარიულ საბანკო სისტემაზე. ეხლა ბიტკოინებზე ზრუნავს დაიწყებენ, მაგრამ აი ამაზე ყველაფერზე საუბრობენ, ეს რას ნიშნავს? იმიტომ რომ ამ ადამიანისთვის ფულზე უფრო დიდი ფასეულობა არ არსებობს. ამ ადამიანისთვის ჩვენი მომავალი, ჩვენი შვილების მომავალი, ჩვენი ქვეყნის მომავალი, საერთოდ არაფერი არ არის ფულთან შედარებით. ამიტომ სანამ ჩვენ არ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ეს ადამიანი ჩამოვაშოროთ ძალაუფლებას და სანამ არ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ მან დაკარგოს ის ფული, რომლის დიდი ნაწილი საქართველოს მოქალაქეებს მოპარა ბოლო წლების განმავლობაში, რა თქმა უნდა ჩვენს მისიას შესრულებულად არ ჩავთვლით. ამიტომ ჩვენ ვთვლით, რომ და ჩემი დაპირებაც სწორედ ამაში გამოიხატება. მისი სახელი და რეპუტაცია უკვე გასაგებია. ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც. დღეს საუბარი უნდა იყოს იმისთვის, რომ მან არ გააგრძელოს ბოროტება ამ ქვეყნის მომავლის წინაშე. მან უნდა დაკარგოს მისთვის ყველაზე ძვირფასი ფულიც და მან უნდა დაკარგოს ძალაუფლებას. იმიტომ რომ იმ ფულის დიდი ნაწილი ეკუთვნის საქართველოს მოქალაქეებს და ძალაუფლება ეკუთვნის საქართველოს მოქალაქეებს ზრდა. რას? ამობდნენ რომ შეფასებით ნაწილში, ანუ ამ შეფასებით ნაწილში ეს იყო რომ პოლიტიკური ეს არის კერძო დავა, როგორ ფიქრობთ ამის კერძო დავა? მე არ ვიცი სამართლებრივად იქ რა ხდება, მე ზუსტად ვიცი რომ ბიძინა ივანიშვილისთვის მთავარი ფასეულობა არის ფული. ნებისმიერ მილიარდს გადააყოლებს ჩვენი ქვეყნის და ჩვენი შვილების მომავალს უპრობლემოდ. იმიტომ რომ მისთვის ეს არის მთავარი ფასეულობა. უბრალოდ ხარბი ადამიანია ფულის კონტექსტში და ძალაუფლების კონტექსტში არის ძალიან ხარბი ადამიანი. ამიტომ როცა დაჭირდება, გამოიყენებს ისე, როცა დაჭირდება, გამოიყენებს აი ასე. როცა ჭირდება ქვეყნის პოლიტიკური თანამდებობის პირებს დააყენებს და ალაპარაკებს მის კერძო დავაზე და მილიარდებზე კერძო ბანკთან შვეიცარიასთან. რა შუაშია საქართველო? რა შუაშია ქვეყნის პრეზიდენტი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ან ქვეყნის პრემიერი? აი რა შუაშია, ხო? აი რა შუაშია. ამიტომ უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ სიმართლეს, ჭეშმარიტებას ამ დავაში ვერასოდეს ვერ დავადგენთ. იმიტომ რომ უბრალოდ დეზინფორმაციის და ტყუილების სივრცეში გვაცხოვრებენ. უნდა გვესმოდეს და არც უნდა ვეცადოთ. ეს არ არის ჩვენი საქმე. ეს არის ივანიშვილის საქმე, რომელიც ცდილობს თავისი მილიარდები როგორმე დაიცვას. ამისთვის გვიყენებს ჩვენ, იყენებს საქართველოს იურისდიქციას, იყენებს ქართულ სახელმწიფოს, იყენებს საქართველოს სახელმწიფოს პოლიტიკური თანამდებობის პირებს, იდიოტებს, რომლებიც გამოდიან და ამბობენ, რომ თურმე დიდი ბრიტანეთი დაზიანდება თუ დაადებს სანქციებს და შვეიცარიული საბანკო სისტემას შეექმნება პრობლემა თუ ივანიშვილს რაღაც მილიარდს არ დაუბრუნებენ. ნუ სისულელი, არანორმალურები შეკრიბა თავის ირგვლივ და ეს არანორმალურები არანორმალურად იცავენ ივანიშვილის მილიარდებს და აქ ეხა ჩვენ ვერაცოდეს ვერ გავერკვევით. ჩვენ უნდა გავერკვიოთ ამ ქვეყანას რას უშვებით და ხვალ ჩვენი შვილები როგორ იცხოვრებენ ამაზე და ივანიშვილი თავისი მილიარდებით თუ მილიონებით როგორმე უჩვენოდაც მიხედავს თავის თავს. შესაბამისად თქვენ მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ ის სანქციები, რომელიც დასავლეთიდან მოდის და რომელიც ასევე არის მოსალოდნელი. დიპლომატიურ პასპორტებზე ახლა აპირებენ მსჯელობას, ფიქრობთ თუ არა ფინანსური სანქციები ამას მოყვება და ხედავთ თუ არა რომ ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები ასევე გრძნობენ ამ მოახლოებას. მაგალითად ირაკლი ბუხაძის საუბრები მიგაჩნიათ თუ არა რომ ამ მოლოდის ასე ვთქვათ ასე. ირაკლი რაც შეეხება ამ თემას. ეს ირაკლი რუხაძის ღიმილის მომგვრელი რაღაც
რეფლექსირებები, რომ ვერ გაურკვევია სანქციების უფრო ეშინია თუ ბიზინა ივანიშვილის. სარკეში უნდა დადგეს თავის თავთან ჩამოყალიბ. სანამ ირაკლი რუხაძე არ გამოვა და საჯაროდ არ იტყვის, ვისი საკუთრებაა და ვის ეკუთვნის იმედი. ყველანაირი მისი საუბარი სხვა თემებზე არის ჭორაობა და თვით გადარჩენის მცდელობა. ამიტომ თუ ირაკლი რუხაძეს უნდა ქართულ საზოგადოებას ელაპარაკოს რამეზე, გამოვიდეს და თავი კი არ იმართლოს, რომ თურმე ძალიან არ აინტერესებს იმედზე რა ხდება და როგორ თავს დააღწევდა იმედს, გამოვიდეს და თქვას, ვისი საკუთრებაა ტელეკომპანია იმედი, ვის ეკუთვნის იმედი, როგორ ფინანსდება იმედი, რა კავშირი აქვს იმედთან ივანიშვილ ბიძინას და ამის შემდგომ შესაძლებელი იქნება მისი მოსმენა. მანამდე ნებისმიერი მისი საუბარი არის ჩვეულებრივი ჭორაობა და რაც უფრო ნაკლებ ყურადღებას მიაქცევთ, უფრო უკეთესი იქნება. ეხლა რაც შეეხება თვითონ სანქციებს. აი შეხედეთ, დღეს ფაქტობრივად ივანიშვილ ბიძინას და მის ირგვლივ ჩამოყალიბებულ 20-25 აი ეს კლანურ ოჯახს საქართველოს სახელმწიფო და ჩვენი იურისდიქცია მძევლად ყავთ აყვანილი. ეს ადამიანები, ივანიშვილი, ფლობს ქართული სახელმწიფოს ბეჭედს და ხმარობს მას ზუსტად ისე, როგორც მის პერსონალურ, ინდივიდუალურ ინტერესებიდან გამომდინარეობს. არა ისე, როგორც საქართველოს მოქალაქეებს სჭირდებათ. ამიტომ სანქციები, მათ შორის ფინანსური სანქციები, არის ის იძულებული ღონისძიება, რომელიც ჩვენ უნდა დაგვეხმაროს იმაში, რომ ჩვენი სამშობლო, ჩვენი ქვეყანა დავიხსნათ მძევლობისგან, რომელშიც დღეს იმყოფება ჩვენ და საუბედუროდ და ყველას ხარგად უნდა გვესმოდეს, რომ ზოგს მეტი, ზოგს ნაკლები, მე შეიძლება უფრო მეტი, ვიღაცას უფრო ნაკლები, მაგრამ ჩვენ ყველას ჩვენი წვლილი გვაქვს ამაში. და ჩვენი ვალია, ჩვენ სამშობლოს ეს ვალი უკან დაუბრუნოთ. რასაც მე ვაკეთებ და მომავალშიც გავაგრძელებ. ამიტომ ვინმეს თუ გონია, რომ მე რაღაც მორალური დილემა მექნება იმასთან დაკავშირებით, რომ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის ბიზნეს სპონსორები და ფინანსური სპონსორები არიან დასასანქცირებელი, არ მექნება. იმიტომ რომ ეს ადამიანები ძალადობენ ჩემს სამშობლოზე. რა თქმა უნდა, ისინი არიან დასასანქცირებლები იმისთვის, რომ ჩვენ დავიხსნათ ჩვენი ქვეყანა მძევლობისგან, რომელშიც სამწუხაროდ და საუბედუროდ აღმოჩნდით. გიორგი ბაჩიაშვილი თუ პროტესტს აფინანსებს, მე მხოლოდ მადლობას ვეთქვი ამაზე, მას. იმიტომ რომ დღეს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ამ სხვაობებს. ჩვენ უნდა დავიხსნათ მძევლობისგან ჩვენი ქვეყანა და ჩვენი სამშობლო. ეს ერთი. მეორე, ეხლა ფაქტია, ხო? ფაქტია, რომ ივანიშვილმა საქართველოს მართსაჯულების სისტემა ზუსტად 2 კვირაში აამოქმედა და გამოიყენა ბაჩიაშვილის წინააღმდეგ. მაშინ, როდესაც უამრავი სისხლის სამართლის დანაშაულია ჩადენილი, რომლის გამოძიებასაც წლები მიაქვს და საერთოდ არანაირი რეაქცია. როგორც კი თავისი ფულის და ბიტკოინების პრობლემა ბიტკოინებს და თავის ფულს შეეხო საკითხი, 2 კვირაში პროკურატურა გამოიყენა ზუსტად ისე, აი იხმარა ის პროკურატურა ზუსტად ისე, როგორც მის ფინანსურ და ფულის ინტერესებს ჰქონდა და დაიწყეს დევნა. ეხლა ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, მაშინ როდესაც არანაირი ნდობა არ არსებობს იმ პროკურატურასთან, რომელიც აი დასისხლიანებულ ადამიანებს მალავს მტკიცებულებებს. იმ მართსაჯულების სისტემასთან, რომლებიც მოძალადეებს ნიღაბის წამოწმის შესაძლებლობას აძლევს, რომ ცემონ უდანაშაულოთ ადამიანები, რაზეა საუბარი? რა თქმა უნდა, მე სოლიდარული ვიქნები და მხარს დაუჭერ გიორგი ბაჩიაშვილს და მადლობას ვეთყვი მას, თუ ის მართლა აფინანსებს ამ პროტესტს. ეს სრულად არის ევროსაბჭოს კომპეტენციის საკითხი, ამიტომ მე აქ მიჭირს დღეს რაიმე პროგნოზის გაკეთება. მიუხედავად იმისა, რომ ვადასტურებ, რომ მე ჩვენი პარტიის სახელით წერილი გავაგზავნე ევროსაბჭოში, საერთოდ მინდა იცოდეთ, რომ მაშინ, როდესაც დღეს საქართველოს ყავს არალეგიტიმური მოძალადე, არალეგიტიმურსაც თავი რა დავანებოთ, მოძალადე ხელისუფლება,
რა თქმა უნდა, ხელის ჩამოურთმებლობის და არაღიარების პოლიტიკას ჩვენ მხარს ვუჭერდით და მომავალშიც მხარს დავუჭერთ. მე მინდა აი ახსნა კითხვებია, სანქციები მხარს უჭერთ, არაღიარების პოლიტიკას მხარს უჭერთ, რატო? მეგობრებო, მინდა რომ ძალიან ყურადღება მიაქციოთ ამას. დღეს საქართველოს ყავს ხელისუფლება, რომელმაც არჩევნების გაყალბებით ცადა ქვეყანაში ავტორიტარული რეჟიმის ჩამოყალიბება. მაგრამ ავტორიტარული რეჟიმის ჩამოსაყალიბებლად ბევრი რესურსია საჭირო, მათ შორის ადამიანურიც, ინტელექტუალურიც და კიდევ ბევრი რამ, ეს მათ არ აქვთ. ამიტომ გადავიდნენ ხელისუფლების შესანარჩუნებლად ძალადობაში. ავტორიტარული რეჟიმიდან დიქტატურის ჩამოყალიბებამდე არის უმძიმესი ძალადობრივი ქმედებები და ნაბიჯები გადასახადები. როგორც ჩანს, ივანიშვილი ბიძინა და ეს ხელისუფლება მზად არის ამისთვის. ჩვენ დღეს ვიცავთ ქვეყანას იმისგან, რომ დავაბრუნოთ ნორმალურ მდგომარეობამდე. ისინი ცდილობენ, რომ ის რაც გაკეთებაც უნდათ და ვერ მოახერხეს და გადავიდნენ ძალადობაზე, ეხლა არის ძალიან დიდი რისკი, რომ ჩვენ არ გადავიქცეთ დიქტატორულ რეჟიმის მსხვერპლად. ამიტომ ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა ხერხი, რომელიც და ყველა საშუალება, რომელიც გვაქვს, მათ შორის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების და მეგობრების მხარდაჭერაც. დიახ. ქვეყანას ეს როგორ დააზიანებს? კი ბატონო, ახსნი. ანტისახელმწიფოებრივი ქმედება რა არის, ცით? ანტისახელმწიფოებრივი ქმედება, როდესაც სამართალდამცავ სისტემას, რომელიც წლების წინ ბევრად ღირსეულად იქცეოდა, წამოაცმევ თავზე ნიღავს, მიცემ დაუსჯელობის გარანტიას და კრიმინალთან ერთად მიცემ შესაძლებლობას და დავალებას და ინსტრუქციას, რომ ქუჩაში ახალგაზრდები, რომლებიც თავის განსხვავებულ აზრს გამოთქვამენ, ცემონ. აი ეს არის ანტისახელმწიფოებრივი ქმედება. ანტისახელმწიფოებრივი ქმედებაა, როდესაც იცი, რომ თუ არჩევნებს ჩაატარებ ნორმალურად, ამით დაეხმარები შენს ხალხს, შენს ქვეყანას და რადიკალიზაციას შეამცირებ და კრიზისიდან გამოიყვან ქვეყანას ამის მაგივრად, უხეშად აფუჭებ და აყალბებ არჩევნებს. ეს არის ანტისახელმწიფოებრივი ქმედება. ანტისახელმწიფოებრივი ქმედებაა მაშინ, როდესაც იცი, რომ შენი ქვეყნის მოსახლეობის 80% არ იჯერებს ამ არჩევნების შედეგებს, მაინც აი ამ პარლამენტს კრიბავ და ამ პარლამენტს მე არჩევინებ უკანონოდ მთავრობას და უკანონოდ პრეზიდენტს. აი ეს არის ანტისახელმწიფოებრივი ქმედება. და ანტისახელმწიფოებრივი ქმედება კიდევ რა არის, ცით? როდესაც შენი სტრატეგიული პარტნიორები, ევროპელი მეგობრები გეუბნებიან, რომ ევროკავშირის გაფართოების პროცესი დაწყებულია და კარები ღიაა და მობრძანდით და შენ რო ამბობ, რომ არა, ასეთ ევროპაში მე არ შევალ. აი ეს არის ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკა და რო გვესმოდეს ეს დროის თემაა, მეთქი არაფრის. ამას ჭირდება უბრალოდ დრო. მათი სასოწარკვეთილი გამომეტყველება უკვე ყველაფერს ძალიან კარგად აჩვენებს. ჩვენ უბრალოდ გვჭირდება მოთმინება და ჩვენ გვჭირდება პასუხისმგებლობა მათ მაგივრადაც. იმიტომ რომ დღეს თუ ვინმე არის ანტისახელმწიფოებრივად მოქმედი, ეს არის ივანიშვილი ბიძინა, მისი ქვეშემრდომები, ეს კლოუნები, რომლებმაც თავს დაარქვეს მთავრობა, პრეზიდენტი, მინისტრები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი ეს არის და ამას მე იმის პრეტენზია კი არ მაქვს, რომ მე ბოლო ინსტანციის სიმართლეს ვამბობ. მე ამას ვამბობ ზუსტად ისე, როგორც просто მე მაქვს იმის შესაძლებლობა, რომ დაველოდო ისტორია რაც დაარქმევს, ზუსტად ისე, როგორც ღალატს დაარქმევს ისტორია. ვინ არის მოღალატე, ვინ უღალატა ქართულ სახელმწიფოს, ვინ უღალატა ქვეყანას, ვინ უღალატა მოქალაქეებს. ამასაც ყველაფერს დაარქმევს ისტორია და ამას ჩვენ შვიდად წყნარად დაველოდებით, უბრალოდ არ მივცემთ არავის, აქამდე თუ ეგონათ, რომ აი ჩვენ რაღაც კომპლექსები გვაწუხებდა, რომ აი რაღაც ვინმეს შეაშინებდნენ, ან ვერ დამთავრებული ეს. უკვე წითელი ხაზი ძანებს. მოლოდინები ხო გითხარით? მოლოდინები გვაქვს ისეთი, რომ ეს არის მათი კომპეტენცია, ჩვენი საქმე გავაკეთეთ, ჩვენ მათ მივმართეთ, უფრო მეცაც გეტყვით, ჩვენი წარმომადგენლები უახლოს პერიოდში იქნებიან ევროსაბჭოში, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, ხელისუფლება, რომელიც ძალადობს საკუთარ მოქალაქეებზე, განსხვავებული აზრის გამო, იმ ხელისუფლებას, რა თქმა უნდა, სადაც ჩვენ ამის შესაძლებლობა გვექნება,
ხელის ჩამორთმევის პრობლემა ევროპელ დემოკრატიებთან უნდა კონდეთ. მათ ეს კომპლექსი უნდა კონდეთ. სხვანაირად არ გამოვა. ზუსტად ისე როგორც ასანქცირებდნენ და მომავალშიც გაგრძელდება ეს პროცესი, ზუსტად იგივე უნდა იყოს. მე არ მაქვს 100%-იანი გარანტია, რომ ეს იქნება, იმიტომ რომ საკმაოდ სპეციფიური ორგანიზაცია, მაგრამ არანაირი მნიშვნელობა ამას ჩვენთვის არ აქვს. ჩვენი გასაკეთებელი გავაკეთეთ და შემდგომში გავაკეთებთ. თუ კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ ვინმე აზიანებს სახელმწიფო ინტერესებს, ეს არის დღევანდელი ოცნება, რომელიც აზიანებს ქართულ ეროვნულ სახელმწიფო ინტერესებს. გუშინ ვიგეთ თეატრალების მანიფესტი დავიწყებმა გამოაცხადა, რომ თეატრი გადის საქართველოს რეგიონებში და ამ ყველაფერს არის დიდი დამოუკიდებლობაც მოყვა აქციის მოწვევის თუ ყველაფერთან და დღეს ყოფაფის განცხადებაც ვიგეთ შედარებით კანვასის რევოლუციას ეს ყველაფერი და ის რევოლუციას? კანვასის რევოლუციას ეს ყველაფერი და აი ეს პროცესი რომ შევაფასოთ თვითონ ეს მოცემულობა რომ ხედავს თეატრალებს. ჯობია გააგრძელონ საუბარი დიდი ბრიტანეთის რეპუტაციაზე, შვეიცარიული საბანკო სისტემის რეპუტაციაზე, საერთაშორისო მედიის რეპუტაციაზე, გლობალური ომის პარტიის რეპუტაციაზე, Deep State-ის, იქ ილაპარაკონ, სხვა მათ რესურსი მაინც არ აქვს. რაც შეეხება რეალურად, მე მივესალმები ნებისმიერ სოლიდარულ აზრის გამოთქმას და გამოხატვას ნებისმიერი ფორმით, მთავარია ეს იყოს მშვიდობიანი და მთავარია ეს იყოს მოწოდებული დაიცვას ქართველი ხალხის ევროპული მომავალი. მადლობა, დავასრულოთ ამ.